მოკლედ ეს ისტორია იყო ესე. მე იქიდან გამოვიქეცი, მართლა შემიყვარდა 2004 წელს. რამოდენიმე ლექსიც კი დამაწერია, სიყვარული. არაფერს არ გამოვრიცხავ, ძალიან იშვიათად, მაგრამ ვახერხებ ხოლმე. პირადი ცხოვრება არის ფაქტობრივად ხარაკირი. უნდა გამსაზღვროთ რა გვინდა. კი ბატონო, ბავშვობის და შემდგომი პერიოდისაც. მადლობა თქვენ, რომ მედია გვყავს შენი სახით. ამიტომაც ყოველთვის ვკითხულობ თქვენ სააგენტოს. დიდი მადლობა თქვენ, კიდევ ერთხელ. მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ რუბრიკას ციკლიდან სხვა ისტორია და კვლავინდებურად ჩვენი სტუმარი არის ისევ ზუგდიდელი, ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ოპოზიციონერი, რა თქმა უნდა, ბათლომე შელია, რომელსაც ჩვენ დღეს ვეწვიეთ სახლში და დავუსვამთ ჩვენს ტრადიციულ კითხვებს. მოკლედ, პირველი კითხვა ტრადიციულად დამკითხოთ ხსნით ხოლმე ყველა სტუმართან და თქვენთანაც იგივენაირად ვიქნებით, ვინ არის ბათლომე შელია? მოგესალმებით, მადლობა მალხაზ იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მომეცა შენ გადაცემაში მონაწილეობის სახით. ბათლომე შელია არ შექსლიათ ბათუკა შელია, მე ბავშვობიდან ბათუკას ვძახიან. ბათლომე ბაბუა სახელი გადმომყვა, წესით ბართლომე უნდა ყოფილიყო, მაგრამ რ სავარაუდოდ კომუნისტებმა მოუგდეს, ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული სახელი იყო, ამიტომ ჩემამდე მოვიდა ბათლომე. ბავშვობიდან ბათუკას მეძახოდნენ, დღემდე შემრჩა ეს სახელი. დავიბადე ზუგდიდში, ვსწავლობდი მესამე საშუალო სკოლაში, კომუნისტების პერიოდში ბოლო 2 წელი მომიწია ინტერნატში გადასვლამ, მაგრამ ინტერნატში გადასვლის მიზეზი იყო ის, რომ იქ უფრო მარტივად შეიძლებოდა მედლის მოპოვება, რომელიც ესე ვთქვათ, რომლის ბუმი იყო იმ პერიოდში. მამიდა ჩემი იყო იქ სასწავლო ნაწილის გამგე და მერვე კლასში, როდესაც რამდენიმე 4-იანი გამომყვა, ესე ვთქვათ, შეიკრიბა საბჭო, საოჯახო საბჭო და გადაწყვეტეს, რომ მამიდა ჩემთან წავსულიყავი ინტერნატში, გამეგრძელებია სწავლა მისი კონტროლის ქვეშ. დავამთავრე სკოლა ინტერნეტად და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება იყო საკმაოდ სერიოზული დაწესებულება, რომელიც ჩვენმა მუნიციპალიტეტმა შემდეგ დაკარგა ინფრასტრუქტურის სახით და დღეს იქ არაფერი არ ფუნქციონირებს. ამის შემდეგ ჩავირიცხე სოხუმში, სუპროფიკული მეურნეობის ინსტიტუტში. ეს იყო 1988 წელი და უკვე 89 წლიდან, როგორც კი დაიწყო ეროვნული მოძრაობა, პრაქტიკულად, ესე ვთქვათ, ჩემი სწავლა-განათლების თემა გადაერთო უკვე ეროვნული მოძრაობის მხარეს. მე ვიყავი ბავშვი, რომელიც მუდმივად ჩართული ვიყავი, ესე ვთქვათ, აქციებში, სხვადასხვა ღონისძიებებში, მახსოვს. დიახ, მახსოვს პირველად ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში გავწევრიანდი. ყველა აქციაში ვღებულობდი მონაწილეობას, რაც კი იგეგმებოდა სოხუმის ტრაგედიის თემები, მაშინდელი რამდენიმე იყო გაგრის ტრაგედია და ასე შემდეგ, ავტობუსზე თავდასხმები. ბევრი ესეთი ის ჰქონდა, რა ქვია, ეს იყო ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი პერიოდი, უდარდელი პერიოდი სტუდენტობა. ამის შემდეგ იყო უკვე მძიმე პერიოდი ჩვენ ქვეყნისთვის და ჩემი ახალგაზრდობის წლები, რომელმაც მომიწია უმძიმეს პერიოდში 90-იანი წლების ახალგაზრდა ვარ. ეს იყო ურთულესი წლები ყველა ცხოვრებაში და მათ შორის ჩემს ცხოვრებაში. დრო, როდესაც პრაქტიკულად პერსპექტივაც კი არ იყო იმისი, რა იქნებოდა ხვალ. ჩვენ გვიწევდა ქუჩის რეჟიმში დამკვიდრებისთვის ბრძოლა და მე როგორც აქტიური ტიპის ზოგადად ბუნებრივია ამ ბრძოლაში ჩართული ვიყავი. პარალელურად ვეძებდი გზას, როგორ შეიძლებოდა და უშუალოდ ჩემი მომავალი მეპოვნა. ერთი პერიოდი 1 წლით რუსეთში წავედი ჩემს ბიძაშვილთან, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ ის გავეყარე და ვუი შევეყარე. იქ ნახე, რომ ჩემი ადგილი არ იყო, საკმაოდ კარგ ადამიანთან ჩავედი მე, მაგრამ იქ ისეთი სიტუაცია დამხვდა, რომ დაახლოებით 9 თვის შემდეგ მე იქიდან გამოვიქეცი. შემდეგ უკვე დავიწყე აქტივით დამკვიდრებისთვის ბრძოლა. პირველი ჩემი ნაბიჯი იყო წისქვილ კომბინატში მუშაობა, მაშინ ტარიელ ქანთარია იყო დირექტორი და მინდა გითხრათ, რომ მაშინ ხელი შემიწყეს, რომ რაღაც მუშაობა დამეწყო.
ბესო ხაინდრავასი დღემდე მადლობელი ვარ ის გვერდში დამიდგა ახალგაზრდა კაც რაღაც ნაბიჯები რო დამედგა ბიზნესში და მაშინ რაღაც პატარა ბიზნესი წამოვიწყე გახსოვ შენი გადაცემის სპონსორიც ვიყავი მაგ პერიოდში დიახ მაგრამ დროთა განმავლობაში ნახე რომ იქ არ იყო ჩემი ადგილი პრაქტიკულად სხვა მაინტერესებდა უფრო და ესე ანუ ამ ბიზნესში რაღაც გაქანება არა არ იყო გაქანებაც არ იყო და ჩემი ადგილიც ვერ ვიპოვე იქ უფრო საზოგადოებრივი საქმიანობისკენ მიწევდა გული და პირველი რაც იყო ესე ვთქვათ ჩავერთე ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მუშაობაში მაშინ ლევან სორდია იყო ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი საკმაოდ კარგი ახალგაზრდა ნიჭიერი მასთან ერთად სხვათა შორის უხელფასოდ საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდით რაღაც პროექტებს ვახორციელებდით შემდეგი ჩემი ნაბიჯი იყო ის რომ ესე ვთქვათ მოქალაქეთა კავშირის მაშინდელ ხელისუფლებას შევთავაზე თხილის მოსაკრებლები დაინტერესება ვახტანგ განთია შევთავაზე მაშინ ძალიან დიდი რაოდენობით თხილი გადიოდა და შევთავაზე ხომ არ დაინტერესდებოდნენ რომ ადგილობრივი მოსაკრებელი შემოეღოთ ანთიამ ჩაიხედა ჩემს იმაში რა ქვია შეთავაზებაში ეს გადადო გვერდზე და დაახლოებით ერთ თვეში შემომთავაზეს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარეობა რაც ჩემთვის ახალი იყო მაგრამ მინდა გითხრათ რომ საკმაოდ უცებ მალე აუღეალღო და ალბათ ის წლები იყო ჩემთვის საქმიანობით ყველაზე წარმატებული წლები რადგან მე მომეცა მაშინ საშუალება განმეხორციელებია ისეთი ტიპის პროექტები რომელიც საქართველოშიც კი არ იყო ხმამაღლა შემიძლია ეს თქვა და მაშინდელმა თაობა კარგად იცის ეს რომ საქართველოში პირველად განხორციელდა მაგალითად ალტერნატიული საკრებულოს პროექტი შემდეგ წაიღო ეს თბილისმა ეს ჩემი ინიციატივა იყო თავის დროზე ინტელექტუალური ახალგაზრდების შემოკრება და ზოგადად ახალგაზრდებთან მუშაობა მაშინაც იყო ჩემი პირველი პრიორიტეტი და დღემდე შემომრჩა ეს იმიტომ რომ ჩვენ თუ რამე გადაგვარჩენს ეს არის ნიჭიერი ახალგაზრდების წინაპლანზე წამოწევა რაც სამწუხაროდ წლების განმავლობაში ძალიან ცუდად მიმდინარეობდა ყველა ხელისუფლების პირობებში აქ მთავარი მიზეზი მაინც იყო ჩინოვნიკების ზოგიერთ ჩინოვნიკის არასრულფასოვნების კომპლექსი ამაზე არ დავკონკრეტდები მუდმივად მხდებოდა ეს წინააღმდეგობები როდესაც ვცდილობდი ვიღაც ახლის ესე ვთქვათ თამაში პოლიტიკურ თამაშში შემოყვანას და გზის გაკაფას მისთვის ბევრი ახალგაზრდა იყო ვისთანაც ბავშვობიდან თანამშრომლობდი და შემდეგ წარმატებულები იყვნენ და ბუნებრივია მათი წარმატება მათი დამსახურება მაგრამ რაღაცნაირად მე მაინც ესე ვთქვათ ყოველთვის მოხარული ვიყავი რომ პირველი ნაბიჯები მე პრაქტიკულად ჩემთან ერთად გადადგეს საზოგადოებრივ ასპარეზზე ამის შემდეგ იყო უკვე ის რომ პრაქტიკულად სუგდიდში რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო ახალგაზრდული კუთხით უკვე გაკეთებული მქონდა და მეტის გაკეთების ესე ვთქვათ მოთხოვნა გამიჩნდა მაშინ მიმიწვიეს დამიძახეს უпроსწორედ მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის ცენტრალურ ოფისში და იქ დავიწყე საქმიანობა სწორედ იმ მიმართულებით რა მიმართულებებითაც აქ ვიყავი დაკავებული ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად მუშაობდით იმაზე რომ ეს პროექტები სხვაგანაც განგვიხორციელებია თუმცა იქაც ავტომატურ რეჟიმში წინააღმდეგობები შემხვდა მაგრამ მაშინდელი ხელმძღვანელი იყო ზურაბ გაიპარაშვილი საკმაოდ კარგი პიროვნება რომელიც ყველანაირად მიწყობდა ხელს იმაში რომ ეს პროექტები ესე ვთქვათ დაგვენერგა სხვა რაიონებში და ქალაქებში თუმცა ამან შემდეგ განვითარება ვერ ჰპოვა იმიტომ რომ უკვე შევარდნაძის რეჟიმი დასასრულისკენ მიდიოდა და ამ დასასრულის პროცესში მე აღმოუჩნდი ესე ვთქვათ არა სააკაშვილთან არ ვიყავი სხვათა შორის სააკაშვილის ვარდების რევოლუციამ ჩემს ესე ვთქვათ კარიერულ წინსვლაზე ძალიან დიდი შემაფერხებელი როლი ითამაშა იმიტომ რომ როგორც კი სააკაშვილის რეჟიმი არა სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში როგორც კი
აწამომცდარა ეხლა რომ უსმენ მუდმივად ეს ირგვლივ დაკავებულები არიან ამ იმით რა ქვია რეჟიმით, როდესაც სააკაშვილი მოვიდა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, მე სახლში წავედი და რაღაც ცირე ბიზნესით დავკავდი, იმ პერიოდში დავოჯახდი და ესე ვთქვათ, ეს აუცილებელი ნაწილი ჩემი ცხოვრების, სწორედ იმ პერიოდში მოხდა ეს დაოჯახება ჩემი. ნუ შემდეგ ოჯახი რო შევქმენი, პატარა ბიზნესით ვიყავი დაკავებული, სხვათა შორის ისეთი პერიოდიც მქონდა, მაღაზია მქონდა გახსნილი და ესე ვთქვათ, რომ ოჯახი რომ მერჩინა, იმ მაღაზია არა, იმ პერიოდში პარალელურად საზოგადოებრივი საქმიანობით ვიყავი დაკავებული, არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმენი და შევეცადე დამენახებინა სხვათა შორის იმ ხელისუფლებისთვის, რომ შეიძლებოდა რაღაც ნაბიჯები გადადგმულიყო ახალგაზრდული კუთხით და აუცილებელი არ იყო ამისთვის ყოფილიყავი ნაციონალური მოძრაობის მედროშე. სამწუხაროდ იმ პერიოდში, პირველ პერიოდში ეს ვერ დაინახა რამდენიმე ჩინოვნიკმა და როგორც კი ვნახე რომ წინა დიახ, ნაციონალური მოძრაობის მაშინდელმა რამდენიმე, როგორც კი ვნახე, რომ ისევ წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო და ისევ ბრძოლის რეჟიმში მომიწია ამ პროექტების განხორციელებაზე, ესე ვთქვათ, ბრძოლა მომიწია, დავანებე თავი, დავკეტე პატარა ოთახში, მქონდა დაქირავებულია გამგეობის წინ, დავკეტე ოთახი და წავედი სახლში ფაქტიურად გულნატკენი მინდა გითხრათ, იმიტომ რომ უკვე ვერ ვახორციელებდი იმას, რისი განხორციელების, ესე ვთქვათ, გამოცდილება მქონდა. სწორედ ამის შემდეგ იყო პატარა ბიზნესი ჩემი დაკავება, რაღაც უფრო მსხვილ ბიზნესაც მოვკიდე ხელი, მაგრამ არ გამიმართლა თხილის ბიზნესში. შემდეგ იყო უკვე 2008 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული წელი, როდესაც ჩვენ ერთი წლის შვილი დაგვეკარგა, დაგვეყუპა და იყო ერთწლიანი შოკი, რომლიდანაც პრაქტიკულად ესე ვთქვათ ვერ გამოვედი და ბოლო ერთი წლის შემდეგ უკვე ისევ როდესაც შავდექი ნორმალურ რეჟიმში დავიწყე ჩადგომა, მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ შემოთავაზა წამოსვლა კონკრეტულად დიახ, ლაშა დამენიამ და ლევან კონჯარიამ შემოთავაზეს უკვე ახალ საკრებულოში მონაწილეობის მიღება. თავიდანვე ლაშას ესე ქონდა განზრახული, რომ საკრებულოს წევრი გამხდარიყავი, მაგრამ მაშინდელმა ძალოვანმა ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა ამას წინააღმდეგობა გაუწია და ამას არ არის აუცილებელი ამას საუბარი. არ არის ამაზე აუცილებელი, არ არის ის პიროვნება უკვე აქ საქართველოში. წინააღმდეგობა გაუწია კატეგორიული და მე ვერ გავხდი მაშინ. არა, ხალაია ზუგდიდის ასე პატარა იმებს საკითხებში არ ერეო და მე როგორც ვიცი იმ პერიოდში. ხო და არა აქვს მნიშვნელობა, იყო ესეთი ზუსტად ვიცი რომ ჩემს საკრებულოში შესვლას ესე ვთქვათ მაშინდელმა ძალოვნებმა გაუწიეს წინააღმდეგობა. ნუ შემდეგ უკვე არ ვიცი ხლა მიზეზი არ ვიცი, როდესაც ნუ შემდეგ უკვე როცა საქმიანობა დაიწყე საკრებულოში, შემდეგ უკვე მიხვდნენ რომ შეცდომა დაუშვეს ამ კუთხით და მაქვს ეს ინფორმაციაც რომ მიხვდნენ ამას, იმიტომ რომ შემდეგ უკვე საკრებულოს მუშაობაში იმდენად აქტიურ მონაწილეობას ღვებულობდი და იმდენად ესე ვთქვათ უფრო აი მაგალითისთვის პირველი Facebook-ის გვერდი საკრებულოებიდან ზუგდიდის საკრებულოს ჰქონდა, შემდეგ გააკეთა სხვა ჩემი ინიციატივა იყო და საზოგადოებას უკვე Facebook-ის მეშვეობით საკრებულოს საქმიანობაზე ინფორმაციას პირველები ჩვენ ვაწვდიდით, ძალიან ბევრი საქმიანობა განვახორციელეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ესე ვთქვათ, მჭიდრო ურთიერთობის დამყარება, მაშინ ესე ჩემი ინიციატივა იყო, რაშიც ლევანი ამყვა და ფაქტიურად ჩვენ დავიწყეთ უფრო მჭიდრო მუშაობა, ვიდრე ადრე იყო არასამთავრობო სექტორთან, იმიტომ რომ არასამთავრობო სექტორის როლი ჩვენს საზოგადოებაში და ზოგადად ქვეყანაში უმნიშვნელოვანესია. ამას მე ყოველთვის ხედავდი, ყოველთვის ვაკეთებდი მათ მუშაობას და აქედან გამომდინარე ყოველთვის მიმაჩნდა რომ მათი როლის გათვალისწინება სახელმწიფო სექტორის მუშაობაში იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი. იყო წინააღმდეგობებიც რა თქმა უნდა ამ ველზე, მაგრამ მე ისა გამომრჩა რომ საკრებულოს წევრი ვერ გავხდი, მაგრამ გავხდი აპარატის თანამშრომელი, რომელიც კონკრეტულად ასეთ საქმიანობებით ვიყავი დაკავებული. დიახ, 2010-დან 12-მდე ხდება ეს, 12-ში უკვე იცით რომ ხელისუფლება შეიცვალა
და მე მომიწია უკვე ბრძოლამ, ესე ვთქვათ, ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ, მაშინაც 2012-ში ეგრევე მქონდა შემოთავაზება ქართული ოცნების რამდენიმე წარმომადგენლისგან, რომ ესე ვთქვათ, დიახ, სახელმწიფო ესე ვთქვათ, სტრუქტურებში მე მუშავა მათ ფლანგზე. კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა, უბრალოდ ჩემთან იყო მოსული პიროვნება, რომელმაც მითხრა, რომ მზად არიან დაგელაპარაკონ რამის როგორ დეტალებს არ ვიტყვი, ჩემმა გუნდის წევრებმა ყველა მიციან დამალული თემა არ არის ეს. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემთვის ესეთ ტიპის გადაწყვეტილებები ყოველთვის მიუღებელი იყო, მე თავის ეს პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში არასოდეს არ გადამიდგა ესეთი ნაბიჯი, რომელიც ჩემს პრინციპებს, შინაგან პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ არ დავთანხმდი, დავიწყე ბრძოლა ოპოზიციური ველიდან, იცით, ურთულეს პერიოდი გამოვიარე, ჩვენ მქონდა პერიოდი, როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი ზიზღით გვიყურებდა, მეორე ნაწილი თანაგრძნობით გვიყურებდა, მაგრამ ვერაფერს ვერ შებოდნენ და ეს რთული პერიოდი ჩვენ გამოვიარეთ და ამ რთული პერიოდის გამოვლის შემდეგ გამოვიარეთ პარტიაში, ესე ვთქვათ, პარტიის გაყოფა, როდესაც მე ესე ვთქვათ ნაციონალური მოძრაობის მეორე მხარეს აღმოვჩნდი ევროპულ საქართველოში, შემდეგ 2014 წელს გავხდი. შეიძლება აქ ჩაგიკითხებით, ანუ რა იყო მიზეზი იმისა, რომ პირადად თქვენ მე ამაინტერესებს პარტიის სხვა წევრები, პირადად თქვენ რატომ დატოვეთ ნაციონალური მოძრაობა? იცით, როდესაც თავარი რა იყო მიზეზი იმისა? მე მიმაჩნდა და დღემდეც მიმაჩნია, რომ ესე ვთქვათ, ვერტიკალში თავისუფლად შეიძლებოდა ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც არ იქნებოდა ერთ ადამიანზე მიბმული და პოლიტიკურად ის შეძლებდა, ესე ვთქვათ, პოლიტიკური რეიტინგის აწევასაც დროთა განმავლობაში და ჩემთვის იცით როგორი მომენტი დისკომფორტი იყო ყოველთვის ისეთი მიდგომები, როდესაც გუნდში შიგნით, ესე ვთქვათ, არ ხდება განხილვა კონკრეტული გადაწყვეტილებების, დღეს ასე არ არის, მე სწორედ ისეთ გუნდში წამოვიდი, სადაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება გუნდური პრინციპით და არ არის ისეთი ის რომ დავალება ფაქტიურად ნაციონალური მოძრაობიდან განუდექით მიშას. არ არის ესეც არ შეიძლება ითქვას, ახლა მიშას განუდექი არა, მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი, რომლის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა წინ და ძალიან წარმატებული ნაბიჯების, მათ შორის იყო ის პრობლემები, რომლებმაც შემდეგ უკვე ესე ვთქვათ გადაფარა ეს წარმატებები და რომელიც მაშინაც და დღემდე მიუღებელი იყო ჩემთვის, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის ჩემთვის საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ესე ვთქვათ, ქვეყანა ფეხზე დააყენა. თუმცა ვერ შეძლო ის, რომ ესე ვთქვათ, გაეკონტროლებია ის ტერიტორია, რომელმაც შემდეგ უკვე დიდი პრობლემები შეუქმნა ზოგადად ადამიანის უფლებებს და იმას, რამაც გამოიწვია შემდეგ ამ ხელისუფლების, ესე ვთქვათ, ჩაჩოჩება. იცით როგორი მომენტი იყო მაშინ კრიმინალის დამარცხება, მაშინდელმა ხელისუფლებამ კრიმინალი ფაქტიურად დაამარცხა და ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა, არ იყო ადვილი კრიმინალის დამარცხება. მე 90-იანების ახალგაზრდა ვარ, მე ვიცი რა ხდებოდა ქუჩაში, მე ვიცი როგორი ტიპის, ესე ვთქვათ, სახელმწიფოში ვცხოვრობდით და ამის დამარცხება არ იყო ადვილი საქმე, ბუნებრივია ამ დამარცხების პროცესში იყო შეცდომებიც, მაგრამ როგორც კი ეს მოხერხდა, უკვე შემდეგ უნდა დაერეგულირებინათ ის, რომ შემდეგი ნაბიჯი ყოფილიყო ადეკვატური, მაგრამ აი შემდეგ არ გადაიდგა ადეკვატური ნაბიჯი, რამაც შემდეგ გამოიწვია უკვე ის, რაც მოხდა. მაგრამ იყო ბევრი საკითხი, რომელიც შეცდომს იყო. აი დაუშვათ მე ვიყავ ამ პერიოდში ჟურნალისტი, რომელიც ჰქონდა პრობლემები და მის თვალწინ, ასე თქვა, გამიტაცეს ვიღაც პირებმა. და მას რეაქცია არ ჰქონდა ამაზე. აი ესეთ რაღაცებზე რა შეგვიძლია თქვა? არ ვიცი, ახლა ის თუ ხედავდა იმას, რომ თქვენ გაგიტაცეს და ამაზე რეაქცია არ ჰქონდა, ანუ ის დარწმუნებული იყო რაღაც როგორი პრეზიდენტიც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა მოკვდა სალომე ზურაბიშვილი ძალიან არ მომწონს, მაგრამ
როგორც მინიმუმ მოიკითხავდა. ახლა მე არ ვიცი რომელ ფაქტზე საუბრობთ თქვენ, მე ამ ფაქტის მომსწრე არ ყოფილი ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთ რაღაცები რომ გაეპარა ხელისუფლებას, სწორედ ეს იყო მიზეზი შემდეგ 2012-ში ამ ხელისუფლების შესწვლის. რადგან სხვაობაა უკვე თქვენსა და ნაციონალებს შორის? არის რამდენი სხვაობა? მიზანი ერთი გვაქვს. ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორება მართვის სადავეებიდან, სახელმწიფო მართვის სადავეებიდან. განსხვავება სწორედ ბევრი რამ არის ღირებულებები, რომლის გამოც ჩვენ ესე ვთქვათ დავშორდით მაშინ ერთმანეთს, მაგალითად ერთ-ერთი ის იყო, რომ ისინი ფიქრობდნენ, რომ არჩევნებით შეუძლებელი იყო ბიძინას ივანიშვილის დამარცხება, ჩვენ დღემდე ვფიქრობთ, რომ არჩევნებით არის სწორედ შესაძლებელი ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და ნებისმიერი სხვა ნაბიჯი სახელმწიფოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ამიტომ ბოლომდე ვიბრძვით იმისათვის, რომ არჩევნების გზით მოვახერხოთ სწორედ ეს სხვა პრინციპული და ესე ვთქვათ განსხვავება ჩვენ შორის ტექნიკური განსხვავებები შეიძლება იყოს, მაგალითად თუნდაც ის რაზეც მე გესაუბრეთ, რომ ერთი ადამიანისგან არ იმართება და უშუალოდ ჩვენ პარტიაში სიტუაცია, ჩვენ ვჯდებით და ნებისმიერი თემა ზუგდიდის მცირე თემაც რომ იყოს, აუცილებლად ის მართველი ჩვენ ლიდერები რა თქმა უნდა, ჩვენ ლიდერები ბუნებრივია ჩვენთან ერთად იყებენ. მე საპოლიტსაბჭოს წევრი ვარ და ვიცი, რომ ვხედავ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ერთობლივად და ერთობლივად ხდება იმ საკითხების განხილვა, რომელიც იმ მომენტისთვის აქტუალურია. რაც მაშინ იმ პერიოდში არ იყო, იქიდან იმ პერიოდში იყო მხოლოდ ერთ კაცზე მიბმული, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილებები, რამაც შემდეგ უკვე გამოიწვია ეს დაშლის პროცესი, ჩემის აზრით, რა თქმა უნდა, ახლა მე სუბიექტური ვარ. ხდება ინფორმაცია, რომ როგორც მოგესწრებათ, მალე ჩვენთან არჩევნებია და ვიჩვენთ ახალ მერს და თქვენი პარტია აღარ წარადგენს მერობის კანდიდატს, თქვენ უბრალოდ მხარს დაუჭერთ ნაციონალების ერთ-ერთ კანდიდატს, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება იყოს მომავალში კანდიდატი მერობის ნიკანორ ლუკაშვილის. ასეთ კონკრეტული ესე ვთქვათ გადაწყვეტილება არ ყოფილა ჩვენს პარტიაში, არ გვიმსჯელია ამ თემაზე. ჯერჯერობით ველოდებით მოვლენების განვითარებას, რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, რა თქმა უნდა, თუ მძიმეწონიანი კანდიდატი იქნება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუშლის ოპოზიციური ფრთის გამარჯვებას, ამიტომ ესე ვთქვათ, ავწონით ყველაფერს და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენი კანდიდატურა უნდა დადგეს თუ არა, თუ იმ მომენტისთვის აუცილებლობა შეიქმნა იმის, რომ ჩვენც ვყავდეს კანდიდატურა და თუ საერთო ოპოზიციური საქმისთვის ეს იქნა მომგებიანი, ჩვენი კანდიდატურაც იქნება წარმოუდგენელი, თუ არ იქნება მომგებიანი, ან ჩვენ დაუჭერთ ხარს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ან ისინი დაუჭერენ ჩვენ კანდიდატს ხარს. ეს ლოგიკურია, ჩვენი მთავარი მიზანი არის ამ ეტაპზე აუცილებლად გამარჯვება ზუგდიდში და მე ვფიქრობ, რომ ზუგდიდში ეს მიღწევადია, იმიტომ რომ ზუგდიდში მეორე ტურით წააგო სხვადასხვა ხელისუფლებამ. მინდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ 500 ხმით მეტი დასვეს, ბოლო საათნახევარში დასვეს ის 500 ხმა, რომელსაც ეხლა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე. თქვენ როცა უკვე აღარ იქნებით საქართველოს წევრი და ვადა რა თქმა უნდა ამოიწურება თქვენი. დიახ. ამის შემდეგ უკვე რა საფერებს? ისე პოლიტიკაში არ ვიცი მალხაზ, იცი 20 წელია პოლიტიკაში ვარ და უკვე ისე ჩამომიყალიბდა ეს ჩემში იმდენად არის გამჯდარი, რომ მე ალბათ კარგ ახანს პოლიტიკას ვერ მოვცილდები. თუმცა ჩემი არჩევანი რო იყოს სიამოვნებით ვიქნებოდი ჟურნალისტი. ის მეორე არჩევანი რომ მქონდეს, სიამოვნებით ვიქნებოდი ჟურნალისტი. თუ შეიძლება კიდევ დიახ. ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც ზუგდიდში, ასევე სამეგრელოში არის სუსტი. რა თქმა უნდა, სუსტია. და ამის კონტურები ყოველდღე იგრძნობა. თავიდანვე იგრძნობოდა და დღემდე იგრძნობა მართალია ხელისუფლება. მათი ამ ხელისუფლების მთავარი პრობლემა იყო ის, რომ როგორც კი მოვიდნენ კადრების არასწორი განაწილება დაიწყეს, გარდა ამისა მხოლოდ ქართული, მე ვამბობ ახლა ბევრ სხვა
პრობლემასთან ერთად რა იყო დაუშვათ ის, რასაც დღემდე ვხედავდნენ. არასწორად განაწილებული კადრები შიგნით ხელისუფლებაში, მე სხვათა შორის დღეს ხელისუფლებაში შიგნით ვეძებ ისეთ კადრებს, რომელიც მომავალ ხელისუფლებაში შეიძლება ესე ვთქვათ რა თქმა უნდა, მომავალ ხელისუფლებას რო გამოადგება და სახელმწიფოს და ქალაქს რო გამოადგება, ესეთ კადრებს ეხლაც ვეძებ და არიან ესეთი კადრებიც, რომელიც რა თქმა უნდა, დღეს ხელისუფლებაში არიან ისეთი არ დაგისახლებთ, იმიტომ რომ მე თუ დავასახელებ, შეიძლება პრობლემა შეექმნას. იმდენად არაადეკვატური ნაბიჯებით მოდის ეს ხელისუფლება, რომ მე იმ ადამიანებს ახლა პრობლემას არ შევქმნი, იმით რომ ჩემი სიმპათია დავაფიქსირო. არ არიან საქმეც იმაშია, რომ ესეთი ადამიანები, ვისაც რეალურად შეუძლიათ საქმის კეთება, არიან ჩრდილში. და დღეს წინაპლანზე წამოწეულია მხოლოდ ის ადამიანები, ვინც მეგობრული და პარტიული პრინციპით იქნა შერჩეული. ეს არის სწორედ ქართული ოცნების პრობლემა. ეს თავის დროზე არ იყო ნაციონალური მოძრაობის პრობლემა და თქვენ კარგად იცით, რომ ნაციონალური მოძრაობა ეძებდა კადრებს და ზრდიდა კადრებს. ხლა ვინ როგორი გამოიზარდა ეს მეორე თემა, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობა ესე ვთქვათ, კარგი კადრები სწორედ ნაციონალური მოძრაობის დროს პატარა საფეხურიდან დაიწყეს და ესე ვთქვათ, ყველას მიეცა იმის საშუალება, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია მიცემოდა, რაც დღეს არ ხდება ოცნებაში. დღეს ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბევრად მეტის გაკეთების უნარი, არიან ჩრდილში მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ არიან ან პარტიული ბოსების მეგობრები, ან პარტიულ საქმიანობაში არ იყვნენ ჩართულები აქტიურად და ასე შემდეგ. არიან ასეთი ადამიანებიც, მაგრამ სამწუხაროდ ჩრდილში. თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ეს ადამიანები, რომლებიც თქვენ ახლა მოგწონთ, თუნდაც ოცნებაში. დიახ. შეიძლება ისინი თქვენი გუნდის რა თქმა უნდა, პირველი რასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველი რასაც გავაკეთებ, სწორედ ესეთი ადამიანების წინაპლანზე წამოწევა იქნება, იმიტომ რომ ჩვენ თუ ისინი საჯარო მოხელეები არიან და საჯარო მოხელეები აუცილებლად უნდა იყვნენ იმ ადგილას, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის პრინციპი, რომ მე მოვედი ხელისუფლებაში, ახლა ყველა უნდა განთავისუფლდეს და ჩემი ხალხი უნდა მოვიდეს ესე ვთქვათ იმ ადგილებზე. სწორედ ამ დევიზით მოვიდა მაშინ ქართული ოცნება და რაქნეს ყველა აბსოლუტურად განთავისუფლეს, მოიყვანეს პარტიული აქტივი თანამდებობებზე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ პრაქტიკულად, ნოლია მათი მუშაობა დღეს და ეხლა არ დავიწყებ იმის განხილვას ამის წინა მერის ქმედებების, მაგრამ ესე ვთქვათ ანუ ვიზე იმაზე რომ დიახ ლაშაგოგია ახლა ციხეში ეს ადამიანი და ბევრს არ ვილაპარაკებ, მაგრამ ამის ესე ვთქვათ ნათელი მაგალითი როგორ უნდა დაანგრიო აი ეს სისტემა, რაც შეეხება იმას, რა ქვია, საკადრო პოლიტიკა როგორ უნდა დაანგრიო, ამის ნათელი მაგალითი მაშინ გოგიამ შემოგთავაზა, როდესაც ესე იგი წარმოუდგენლად გაბერა ადმინისტრაციული რესურსი. გოგოხია, ედი შერტელორაია თუ გობინა. ალიკა კობალია. მართლა ალიკა კობალია იყო ყველაზე უკეთესი მერი ბოლო პერიოდის განმავლობაში. კარგი მენეჯერი. არსებობს ამის, რომ შეიძლება ალექსანდრე კობალია კენჭი იყაროს და არაფერს არ გამოვრიცხავ. მე ხომ არ დავიწყებ ახლა ქართული ნაციონალური მოძრაობის ნაცვლად საკადრო პოლიტიკაზე საუბარს, მათ საკადრო პოლიტიკაზე საუბარს. ახლა არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ჯერჯერობით ამ საკითხზე ჩვენ არ დავმჯდარ. დღეს რაც ვიცი, ის არის რომ ნიკა მელიამ განიხილება ერთ-ერთ კანდიდატად, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, იმიტომ რომ ის არის ძინეწონიანი პოლიტიკოსი და სწორედ მასთან ერთად შეიძლება ზუგდიდი გახდეს პირველი ოპოზიციური ესე ვთქვათ ქალაქი და საკმაოდ საინტერესო პროცესები დაიწყება. ამის შემდეგ მინდა გითხრა, მალხა ძალიან ისე უყურებენ, ახლა მე მაქვს საკრებულოში ხომ ყველასთან შეხება ქართული ოცნების წევრებთან და მათი პოზიცია, აი თუ მელია გაიმარჯვებს, იქ პროექტები შეჩერდება, როგორ გეკადრებათ, გაორმაგებული იქნება პროექტების ესე ვთქვათ განხორციელების პროცესი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების თვალთახედვის არეალშიც მოვხვდებით.
ზუგდიდი თუ ასე იქნება და ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, საიდანაც დაიწყება ამ ხელისუფლების ცვლილების პროცესი. ამიტომ იქნება საინტერესო ის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა გაიმარჯვეს, სხვათა შორის იმ ქართული ოცნების ინტელექტუალურ ნაწილსაც ვეუბნები, რომ თუ ნიკამელია გახდება თუ ან ოპოზიცია გახდება, ესე ვთქვათ, მერი, ამ შემთხვევაში უკვე მათი დრო დადგება, რომ მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების წარმოჩენის არეალიც ფართო იქნება, იმიტომ რომ იმ რესურსით, რა რესურსიც ახლა აქვთ მაღალ ეშელონებში, ესე ვთქვათ, ქართულ ოცნებას ამ რესურსით არათუ ნიკამელიას სხვა უფრო დაბალ, ესე ვთქვათ, რანგის პოლიტიკოსებთანაც უჭირთ გამკლავება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ არ შეიძლება არ აღნიშნო ამ შემთხვევაში, რომ რაც აი ბოლო პერიოდის განმავლობაში აბსოლუტურად შეცვლილია დამოკიდებულება საკრებულოში შიგნით ოპოზიციის მიმართ ის ტონალობა რა ტონალობაშიც მაგალითად გუშინ ესე ვთქვათ ყოფილი პრემიერ-მინისტრი შემოვიდა ისევ პოლიტიკურ თამაში და რა ტონალობაც იყო წლების განმავლობაში ის ტონალობა შეცვლილია და თანამშრომლობის რეჟიმი გაუმჯობესებულია რაც შეიძლება ახლა ითქვას ძალიან ბევრ საკითხში თანამშრომლობთ და იქ გამოჩნდნენ ადამიანები რომლებიც ანგარიშს უწევენ იმ საკითხებს რომლებსაც ჩვენ ვაყენებთ და რომელიც ისე ვთქვათ მისაღებია და სწორია. თქვენ ნაციონალური მოძრაობიდან წამოხვედით, იმიტომ რომ იქ ბევრი რაღაცა არ მოგწონდათ. ხართ ახლა ევროპულ საქართველოში დარწმუნებული ხართ, რომ აქ ყველაფერი რიგზეა და ყველა მოგწონთ. პირველი ის რომ მაშინ გამოვრჩა ნაციონალური მოძრაობიდან არავინ რომ არ წამოსულიყო მე მაინც ისეთი განცხადება მქონდა გაკეთებული მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა პარლამენტში არ შესვლაზე 2016 წლის არჩევნების შემდეგ საკუთრივ ნაციონალურ მოძრაობის პარლამენტარებს, რომ პრაქტიკულად მე ალბათ წამოვიდოდი, ალბათ არა, უკვე გადაწყვეტილად წამოვიდოდი, იმიტომ რომ დღემდე მიმაჩნია, რომ პარლამენტში შესვლა იყო სწორი გადაწყვეტილება ჩვენ პარტიის მხრიდან. ამის შემდეგ დაიწყო ის პროცესები, რაც დაიწყო და თუ დააკვირდებით, ძალიან ინტელექტუალური ნაწილი, საკმაოდ ესე ვთქვათ, ქართულ პოლიტიკაში ინტელექტუალური ნაწილი აღმოჩნდა ფრონტის აქეთ ამ მხარეს ევროპულ საქართველოში. ახლა მხოლოდ ის რა დღეს ჩვენი სამი ლიდერი, რო თქვა, დავით ბაქრაძე, რომელსაც უპირობო რეიტინგი აქვს მოსახლეობაში და ერთ-ერთი ლიდერია მუდმივად წლების განმავლობაში, გიგი უგულავა, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მერი და მე მახსენდება ბიძაჩემის სიტყვები, რომელიც პროფესორია, თბილისში ცხოვრობს, სხვათა შორის ჩარეცხილების კატეგორიაში გადიოდა და ამიტომ გაბრაზებული იყო წინა ხელისუფლებაზე მიხეილ სააკაშვილზე, მას არც ერთხელ არ ამოუხაზავს ხუთიანი 2010 წლის შემდეგ, მაგრამ მან მითხრა ესეთი რაღაც გაყოფის პროცესში გიგი უგულავას აი იქნებაო, მე ვთხარი აქეთ იქნება თქო და მაშინ მითხრა რომ არასდროს არც ერთ მართველს არ გაუკეთებია იმდენ თბილისისთვის, რამდენიც გიგი უგულავამ გააკეთაო ეს თქვა ადამიანმა, რომელიც ხუთიანს არ ხაზავდა და წინააღმდეგი იყო ნაციონალური მოძრაობის, პრაქტიკულად გიგი უგულავას საქმიანობის შეფასების ინდიკატორი იყო ჩემთვის მაგალითად ეს სიტყვები. და გიგა ბოკერია პოლიტიკური უძლიერეს მენეჯერი, რომელიც ინტელექტუალურად პრაქტიკულად მასზე ძლიერი პოლიტიკოსი დღეს ქართულ პოლიტიკაში არ არის და ამის პარალელურად ეს არის სამი ლიდერი, რომელიც არის პარტიის ლიდერი, რომელიც პარტიის ლიდერები არიან და ის საპარლამენტო გუნდი, რომელიც დღეს რომლითაც წარმოდგენილია ევროპული საქართველო, დაიწყეთ ნებისმიერ მათგანი, ვინც არ უნდა დაასახელოთ, არიან უძლიერესი პოლიტიკოსები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტია და ძალიან დიდი პატივია ასეთ ადამიანებთან ერთად მუშაობა. და ერთი კითხვა მექნება კიდევ. დიახ. ზუგდიდში M კვადრატი აპირებს ეშენებელური სასტუმროს მშენებლობის დაწყებას, თუმცა მას ადგილზე ძალიან დიდი წინააღმდეგობები ხდება. მე ვიცი რომ თქვენ გაქვთ განსხვავებული პოზიცია. განსხვავებული ვისგან? ხელისუფლების პოზიცია და ესე ვთქვათ არ არის ეს ხელისუფლების პოზიცია, ეს არის ზუგდიდელის პოზიცია. მე არ მიხელმძღვანელია ამ
ჩემი პოზიციის დაფიქსირების დროს პარტიული ინტერესებით არ შეიძლება, როდესაც ასეთ ინვესტიციაზე, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებზე საუბარი პოლიტიკა განზე უნდა გავწიოთ. ჩვენ დღეს ვართ პოლიტიკოსები, ხვალ არ ვიქნებით, ხვალ ჩვენ მაშველებმა უნდა იცხოვრონ ამ ქალაქში და უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქალაქის განვითარებას. ჩვენ გვჭირდება ისეთი ტიპის ბრენდები ქალაქში, რომელსაც გვპირდება და უშუალოდ M კვადრატი და ბუნებრივია ჩვენ M კვადრატისგან აუცილებლად ჩვენ უნდა შევუწყოთ მის შემოსვლას ხელი, მაგრამ პარალელურ რეჟიმში აუცილებლად ყველაფერი უნდა ამოვიღოთ მისგან მაქსიმუმი, რაც შეიძლება მისგან და ესე ვთქვათ წამოვიღოთ და ესე ვთქვათ პრაგმატულად თუ მიუდგებით. თან პარალელურ რეჟიმში პრაგმატულადაც მისაღებია ის, რომ ყინული სახლი გადავიტანოთ და მისთვის შენობა ავაშენოთ, იმიტომ რომ მის გასაბერი კონსტრუქცია პრაქტიკულად ესე ვთქვათ ფუნქციონირებას ასრულებს, მას დარჩა სულ რაღაც 2 წელი და ამ ხელისუფლების პირობებში მე დიდი იმედი არ მაქვს, რომ ყინული სახლისთვის ახალ კონსტრუქციას შექმნიან და ყინული სახლი გააგრძელებს მუშაობას. მე წარმოვიდი 6 წელია პრაქტიკულად გაჩერებულია, იმიტომ რომ ყინული ვერ გაყინეს და ჩვენს ახალგაზრდებს ეს სიამოვნება მოკლებული ჰქონდათ. ეხლა ძლივს ჩავრთეთ და ნახეთ ჩარტეს და ნახეთ როგორი მოთხოვნაა ყინული სახლზე. ამიტომ ჩვენ პრაგმატულად უნდა მივუდგეთ ახალი ბრენდის შემოსვლა სასტუმრო სახით აუცილებლად იქ ინფრასტრუქტურის უკანა მხარეს განვითარებას შეუწყობს ხელს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ M კვადრატისგან ჩვენ კატეგორიულად უნდა განსაზღვროთ რა გვინდა. M კვადრატი იქნება სხვა კომპანია, მე ნაციონალურ მოძრაობას აბსოლუტურად ვეთანხმები, როდესაც მას წამოაყენეს წინადადება, რომ ესე ვთქვათ აუქციონზე იქნას გატანილი, იქნება უკეთესმა კომპანიამ უკეთესი პირობები შემოგთავაზოს ვინმემო, ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმას, რომ M კვადრატ ანუ ასეთ ტიპის ინვესტიციის შემოსვლას შეუშალოთ ხელი. შევუწყოთ ხელი ასეთ ტიპის ინვესტიციების შემოსვლას ამ ხელისუფლების პირობებშიც კი, რა თქმა უნდა, რა მნიშვნელობას ესენი დღეს არიან და ძალიან მალე აღარ იქნება ქართული ოცნება, მაგრამ ის ბრენდი და ის თანხა, რომელიც შემოვა ამ ბრენდის სახით, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ ვართ ბოლო წერტილი ქვეყნის, ჩვენს მერე საოკუპაციო ზოლია და ჩვენ თუ რამე გადაგვარჩენს, გადაგვარჩენს ინვესტიციები და ფულიანი ადამიანების შემოსვლა. ამიტომ ვიხარო და მე ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლის პორტის პროცესის დაწყება, რასაც დღეს უკვე დიდი კითხვის ნიშნებია მის გაგრძელებაზე და ეს იქნება დიდი ტრაგედია არა მარტო ჩვენი ქალაქისთვის, ქვეყნისთვის და ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ფულიანი ადამიანები მოვიზიდოთ ჩვენს ქალაქში იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითაროთ. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩემი პოზიცია და არა პოლიტიკური, შეიძლება პოლიტიკურად წამგებიანი პოზიცია მქონდეს, მაგრამ პრაგმატულად ქალაქისთვის, ჩემი ქალაქისთვის ეს ჩემი პოზიცია არის დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება წამგებიანი და ჩვენ თუ შევუწყობთ ხელს ასეთი ინვესტიციების შემოსვლას, ამით მხოლოდ მოიგებს ჩვენი ქალაქი. და ბოლო კითხვა, რასაც ასევე ტრადიციულად უსვამთ ყველა სტუმარს, ეცნობით თუ არა ზოგადად ჩვენი სააგენტოს ინფორმაციებს და უცბად მინდა თქვენგან გავიგო შეფასებები, როგორ შეფასებები შეიძლება გქონდეს ჩვენს მე შენ გიცნობ წლებია და ვიცი შენი საქმიანობა. ვიცი რომ ძალიან ესე რთული პერიოდიც გამოიარე, მაგრამ შენი ესე ვთქვა ჟურნალისტური საქმიანობა რთულ პერიოდში შეინარჩუნე. დღესაც რთული პერიოდი რო გაქვს ფინანსურად ისიც ვიცი, მაგრამ დღემდე ინარჩუნებ იმას, რომ უფრო ვითარდები და არ თმობ იმ პოზიციებს, რომელიც იმ ნიშანს, რომელიც შენ ყოველთვის გქონდა, ამიტომ მინდა რომ წარმატებები გისურვო ამ გზაზე. მე ყოველთვის ეცნობი შენს ესე ვთქვათ სტატიებს და იცი კიდევაც შექმნიანები ვარ ხშირად, როდესაც რაღაც არ მომწონებია, რაღაც მომწონებია. ამიტომ მინდა წარმატებები გისურვო ამ ველზე, საკმაოდ კარგი რეგიონალური მედია გვყავს შენი სახით, სხვადასხვა სხვა მედიების სახით რამდენიმე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ზოგადად ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მოკლედ ეს ისტორია იყო ესე. მე იქიდან გამოვიქეცი, მართლა შემიყვარდა 2004 წელს. რამოდენიმე ლექსიც კი დამაწერია სიყვარული. არაფერს არ გამოვრიცხავ. ძალიან იშვიათად, მაგრამ ვახერხებ ხოლმე. პირადი ცხოვრება არის ფაქტობრივად ხარაკირი. უნდა განსაზღვროთ რა გვინდა. კი ბატონო, ბავშვობის და შემდგომი პერიოდისაც მადლობა თქვენ, რომ მედია გვყავს შენი სახით. ამიტომაც ყოველთვის ვკითხულობ თქვენ სააგენტოს. დიდი მადლობა თქვენ, კიდევ ერთხელ